ტესტოსტერონი. ამაზე გვესაუბრეთო და მამაკაცებში როგორ ავამაღლოთ. ხო, მამაკაცებში ტესტოსტერონს გამოიმუშავებს სათესლე ჯირკვლები, ქალებსაც აქვს ტესტოსტერონი, მათაც ჭირდება ძალიან ბევრი პროცესის დროს, მათ შორის ლიბიდო, ხო, ტესტოსტერონზე დამოკიდებული ქალების ორგაზმი. ტესტოსტერონის სიმცირე ქალებშიც იწვევს გარკვეულ შეფერხებებს ამაში, რაც კაცებს არ მოწოთ მერე. ხო, ამიტომ კაცებს მარტო თავის ტესტოსტერონზე ინტერესი კი არა, ქალების ტესტოსტერონის ინტერესიც უნდა კონდეთ. ტესტოსტერონი საკმაოდ ისეთი პროცესია, თუმცა ტესტოსტერონის გამომუშავებაზე ბევრი ფაქტორი მუშაობს. მათ შორის იგივე სტრესები, რომელიც კორტიზოლის რაოდენობას ცვლის და ის თავის მხრივ თრგუნავს ტესტოსტერონს. ტესტოსტერონი რო საკმარისი რაოდენობით გამუშავდეს და საკმარისი ქონდეს ადამიანს ჭირდება ქოლესტერინი. საკმარისი რაოდენობით. და დამწევებს რო სვამენ? ხო, აი დამწევებს რო სვამენ, ზუსტად ეს პრობლემაა და ბევრმა არც იცის, რომ ეს ლიბიდოზე ძალიან ცუდად მოქმედებს. აი პირიქით კოენზიმ Q10 გარკვეულად აღადგენს ამ პროცესს. სისერის პროდუქტებიდან ტესტოსტერონზე კარგად მუშაობს ითერნიტი, კარგად მუშაობს ფორესტორი, კარგად მუშაობს სუპრაომეგა, კარგად მუშაობს ენკომპასი, სპექტრამაქსი, ფუკოიდონი, ქვეყანა პროდუქტი HP-ლი. ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც პირდაპირ იგზით მოქმედებს ამაზე. პროდუქტებიდან, საკვე პროდუქტებიდან არაერთხელ მაქვს ნათქვამი, თლად პირდაპირ არა, ვთქვათ, კაკაო და რუკოლა. ის უფრო ერექტიულ პრობლემებს უფრო კარგად მუშაობს, თუმცა არაპირდაპირ იგზით ამაზეც მუშაობს და ასევე შეიძლება. ანუ ის რაც კი ცირკულაციას გაუმჯობესებს და ენდოკრინული სისტემის ბალანსს მოაწესრიგებს, ის ყველა პროდუქტი კაია. კიდევ ერთხელ მათ შორის ქოლესტერინა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქოლესტერინა ადამიანს უნდა კონდეს. ამიტომ ორგანიზმი საკვების გარეშე 80% ქოლესტერინის თვითონ ქმნის და იმუშავებს. და ძალიან მნიშვნელოვანი ექმნება მთელი სისტემა, ხო რა ახსნა ლიპიდური ცვლა იქ როგორ არის, რომ ცილოვან კაფსულაში ისე ცხიმი როგორ გადააკამას, იაკუჯრედამდე, უჯრედან როგორ გვაქვს რაღაცა ქვეყანა პროცესი. ამიტომ ქოლესტერინი არ არის სახიფათო კომპონენტი ჩვენ ორგანიზმში, სახიფათო არის შაქრები. უბრალოდ შეიძლება რომ ეს ქოლესტერინი გარკვეულად დაჟანგოს და ის აქციოს სახიფათო. თუ ტკბილეულს არ იღებთ და შაქრები არაპირდაპირ ამოღებული და ქოლესტერინის საერთოდ არ არის სახიფათო პროდუქტი და სახიფათო კომპონენტი. თუმცა ტრიგლიცერიდები ეს არის გარკვეული მაჩვენებელი იმისი, რომ ვიცოდეთ რამდენად სწორად ვიკვებებით. თუ ტრიგლიცერიდები ნორმაში არა და ნორმის ზემოთ არის, იგი რაღაცას არ ვაკეთებ სწორად. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც მე ვაკონტროლებ ხოლმე და სხვა მაჩვენებლებს მეტი არც მე თვითონ ვიკეთებ და არც ჩემ პაციენტებს არ ვთავაზობ, რომ ჩაიტარონ ეს. ნიგოზი, თხილი, კაკალი როგორ, ანუ კაკალი გინდა რომელიმე, როგორ მოქმედებს? ძალიან კარგად. ტესტოსტერონზე ესე პირდაპირ მოქმედება, არა პირდაპირ მოქმედება, თუმცა საფიქრებელია ერთი, ნიგოზი კაია, იმიტომ რომ ნიგოზში შედის ის კომპონენტები, რომელიც შედის თქვათ ომეგა-3-ში, რომელიც შედის თქვათ სუპრაომეგაში, რომელიც ასევე ცხიმოვანი მჟავებია, რომელიც საკმაოდ ჭირდება და კარგიცაა ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე თხილში შედის რაღაც კომპონენტები, რომელიც კაია, ასევე კაია ქეჟი. ანუ მივხვდი, რომ ტესტოსტერონს მაინც ბადები უნდა და არა ვთქვათ ის. ტესტოსტერონს ამავე ერთ-ერთი კომპონენტი ტესტოსტერონის არის თუთია. თუთიის დეფიციტის დროს შეიძლება იყოს ტესტოსტერონის დეფიციტი, ხო? შეიძლება იყოს შემცირებული დოზა. თუთი ესე მე მაგალითად ამისთვის ზოგ შემთხვევაში პაციენტებზე ვიყენებ ხოლმე თუთიის პიკოლინას. ერთ-ერთი ყველაზე კაი ფორმა არის თუთის, რომელიც ზუსტად ამ შემთხვევაში არის ეფექტური. თუმცა არის თუთის სხვა პროდუქტების, რომელსაც ვიყენებ თქვა წყლულების დროს და ეროზიების დროს, ხო?